მუმიო ძველი ხალხმა იცის, ახალგაზრდებმა არ იცი. მაგალი მთებში ჰიმალაიდან ერთ-ერთი შავი, აი ეგეთი გაწელვი ვადი პროდუქტი შემოდის, რომელში შედის დაახლოებით 80 სხვადასხვა მინერალები. ათასობით წლიდან აიურვედაში იყენება მინერალების დეფიციტში, საქსრების ტკივილებში, ახალგაზრდება რო შენარჩუნოთ ადამიანი მაგაში, კრონიკული დაგლილობაში და სხვადასხვა დაავადებებში. დღეს ჩვენი ვიდეო იქნება რა არის ეს მუმიო შილაჯი თქვია მაგას ინდურად, რაში გამოიყენება და ადამიანის ზამთრობისთვის რა სარგებელი შეიძლება მოიტანო. პლუს მაგის დალევისთვის როგორ უნდა გაფრთხილდე. იმიტომ ყველაფერი ყველა ადამიანისთვის არ არის. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო, თუ გაინტერესებს რა არის მუმიო შილაჯით, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ზამთრობისთვის. მუმიო მეგობრებო, საქართველოში იციან მთის მტირალა ეძახიან, მაგრამ ანუ აიურვედაში მაგას ეძახიან, ეს არის ოფლი. ესე იგი მთის ოფლი. მაგრამ ეხლა მეცნიერად რო უყურობს, მაგალი მთებში, ჰიმალაებში, სადაც ადამიანის არ არის წასული, ეგეთი ადგილებზე მოდის ბევრი მცენარე, ბევრი მინერალები ერთად და ათასობით წლიდან ეს პროცესი რო ხდება, იქ გამოიმუშავება აი ესეთი გაწელვოვადი შავი, რომელიც ეძახიან შილაჯით. აიურვედაში მეგობრებო, ეს მაგნეზიუმი, კალიუმი, ეგეთი ეს თეორია ათასობით წლიდან არსებობს. როგორ იგებდა ადამიანი მაგას? აი ეგეთი შილაჯითისნაირი პროდუქტების. და აიურვედაში როგორც ადრეც გითხარი, თუ არის კუცნაწლავის ზამთრობა კარგი, ეს ყველანაირი მინერალი ნაკლებობა არადროს ადამიანს არ აქვს. კოგნიური ფუნქციებისთვის, ანუ ჩვენი ტვინის ფუნქციებისთვის არის შილაჯიტი კარგი. ალზაიმერის პაციენტებისთვის, რომ შეანელო ალზაიმერის სიმპტომები გამოიყენება ათასობით წლიდან აიურვედაში. ადამიანი ვისაც აჩუქებს ქრონიკული დაგლილობა. დაგლილობა როგორ არის მეგობრებო? ანუ ჩვენი მაიკროკონდრია, რომელიც ენერგია გვაძლევს, ანუ ჩვენ ჭამს საწმელი, მერე სხვადასხვა ბეჯგუფის ვიტამინები გამოიმუშავება ეს ყველაფერი, ჩვენი მაიკროკონდრია და ადამიანი არის ენერგიით. შილაჯიტი და მუმიო აძლევს ჩვენი მაიკროკონდრიას ძალა და ენერგია, რომ ადამიანის ეს ქრონიკული დაგლილობა მოიქცნე. ასაკის საწინააღმდეგო. აქ შედის სხვადასხვა ძლიერი ანტიოქსიდენტები მეგობრებო. ანტიოქსიდენტები იცავს, რომ ადამიანი ყოველდღიური სტრესი, ყოველდღიური დაგლობლებიდან იყო დაცული. ადამიანი ნაკლებად დაიგლება, ნაკლებად იქნება სტრესული გარემოში და რა თქმა უნდა ადამიანის სახეზე, ადამიანი თვითონ ხანგრძლივი ცხოვრებისთვის არის მუმიო კარგი. ბოლო დროს სხვადასხვა სოციალური ვიდეოების შეხვდება მეგობრებო, სადაც აჩვენებს, რომ კაცებში უმატებს ტესტოსტერონი. კი ბატონო, ეს უმატებს ტესტოსტერონი, ეს კვლევაც არის ჩატარებული, რომ ადამიანმა თუ 3 თვის მანძილზე მიიღოთ ყოველდღე მუმიო და შილაჯიტი, მაგისი ტესტოსტერონი მოიმატა, ძალა მოიმატა, იმიტომ ძალიან პოპულარულია, ვინც ვარჯიშობს. ვარჯიშობს ადამიანი ყოველთვის იგებენ. საქსრების ზამთრობისთვის არის კარგი მეგობრებო, რადგან ყველანაირი მინერალი 80 მინერალი შედის შიგნით. აიურვედაში უშვილობა, როცა არის ტკუპი, ანუ ეგეთი ადამიანი, ვისაც შვილის გაცენების პრობლემა. კაცის მხრიდანაც არის ეს პრობლემა, ქალის მხრიდან. როცა კაცის მხრიდან არის, ანუ სპერმის დაბალი ხარისხი. კვლევა ჩატარდა 35 ადამიანი, ვისაც მიცა მეცნიერებმა ყოველდღე 100 მილიგრამი მუმიო, 35 დღის მერე მაგათი სპერმის ხარისხი უფრო კარგი დახვდა. ეხლა მუმიო რომელი ადამიანისთვის არ შეიძლება? მუმიო ეგეთი ადამიანისთვის არ შეიძლება, ვისაც აქვს პოდაგრას პრობლემა, საშარდე მჟავის პრობლემა. იმიტომ შეიძლება მუმიომ ეგეთი ადამიანის საშარდე მჟავა უფრო გაიზარდო. მეორე, ბექძიმე ხალი ან
ახალი ბავშვი ვისაც აქვს, ანუ რძე ვინც აჭმევს ბავშვებს, მაგისთვისაც არ შეიძლება მუმიოს მიგება, პლუს მუმიო არის ეგეთი ანუ გაფრთხილებული, რომ ყველა მაგას კალბსას აამზადებს. იმდენი მუმიო სოფლიოში არ არის, რამდენიც იყიდება. ყოველთვის უნდა იყოს მუმიო ნამდვილი და ცადე რომ ეგეთი ადგილზე უნდა იყიდო, რომ მუმიოს გინდა აქსტრატი იყო, გინდა თვითონ ეს გაწელეობადია, ну მაგასი კალბი პროდუქტი ბევრი ადგილზე იყიდება. მეგობრებო, მუმიო შილაჯით არის სუპერფუდი, სადაც ედის მინერალები, ვიტამინები. ყველა ადამიანი შეიძლება მაგისი მიგება, მაგრამ ცადე ნამდვილი მუმიო იყიდო და ნამდვილი მუმიო ჭამოთ. მედია მოგეწონება ინფორმაცია მუმიოზე, გამოიწერე არხი, გააზიარეთ მეგობრებში, კარგად და ჯანმრთელად.